დაბრუნდით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ძალიან საინტერესო თემით ალბათ გახსოვთ ჩემო ძვირფასებო რომ რამდენიმე კვირის წინა ჩვენ ერთ-ერთი ბლოკი მიეძღვნა ტიმოთეს უბნისადმი მიძღვნილ 800 წლის იუბილეს და სწორედ აი ამ თემით ვაგრძელებთ ღონისძიებები იგეგმებოდა და თუ როგორ ჩაიარა ამ ღონისძიებებმა სწორედ ჩვენი სტუმრები სტუდიაში შემოგვერთა ძვირფას ტელემაყურებლებო ტიმოთეს უბნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი ფილიშვილი მშვიდობა მამაო დაგლოცეთ ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე მოგესალმებით ქართული მარინა დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის გვეხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად მამაო თუ შეგვიძლია თქვენგან დავიწყოთ და გთხოვთ რომ მოკლედ ისტორიაც რომ მოყვეთ ამ მონასტრის შესახებ ტიმოთეს უბნის შესახებ დიახ ესე იგი წელს სრულდება 800 წელიწადი ჩვენი მონასტრის აღშენებიდან კურთხევიდან ეს მონასტერი განეკუთვნება საქართველოს ოქროს ხანას თამარის პერიოდს და მისი აშენება უშუალოდ მიეწერება შალვა თორელს, რომელიც გახლდათ მეჭურჭრად ხუცეს და მანდატურ თუ ხუცესი თამარ მეფის კარზე, როგორც ამას ჯავახეთის რიგი ეკლესიების წარწერები გვაცნობენ და მოგეხსენებათ თორელნი, თორჯავახელნი ითვლებოდნენ წინაბრძოლებად ქართულ ლაშქარში არ ჩატარებულა არც ერთი სამხედრო კომპანია იმ დროს სადაც შალვა და ივანე მისი ძმა არ ყოფილიყვნენ წინამძღოლი ქართული ლაშქრისა. ჩვენი მონასტრის აშენება ისტორიულად უშუალოდ ესე იგი მიეწერება პერიოდს შამქორის ომის შემდგომ 1195 წლიდან დაახლოებით 1215 წლამდე. როდესაც ეს აშენდა, იკურთხა დედა ღვთისმშობლის სადიდებლად გახლავთ მიძინების სახელობის, ანუ სიონი. ისტორიამ წირი ცნობები შემოგვინახა სამწუხაროდ, რამდენადაც შემდგომ პერიოდში მოსახლეობა მთლიანად ამოწყდა აქ. ჩვენ გვაქვს ისტორიული ცნობები აი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიდან, რომელიც აღწერა მიდიოდა მოსახლეობის უკვე ეს საქართველოს მოხრების პერიოდი გახლავთ, რამოდენიმე მოსახლე იყო, გადასახადები ჰქონდა შეწერილი და ალბათ წლების და საუკუნეების განმავლობაში ფაქტობრივად ტაძარი გახლავთ უმოქმედო, მიტოვებული დღეში და შელახულიც კი. აი ბოლო საუკუნეში დაიწყო ამ ტაძრის აღორძინება, საბჭოთა პერიოდში გადახურვა. ბოლო მოძღვარი 100 წლის წინ მოღვაწეობდა აქ, გახლავთ მამა პახუმი ფაფერაშვილი, შემდგომში სამონასტრო მოღვაწეობა განაახლა მეუფე საბამ გიგიბერიამ 1994-96 წლებში და 1998 წლიდან უკვე მოქმედებს როგორც მამათა მონასტერი. ჩვენ აი ამ ღონისძიებას უძღვნით, რა თქმა უნდა, ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერებას, რამდენადაც მათ გადმოგცეს ჩვენ სულიერი ესტაფეტა საუკუნეების შემდგომ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რამდენადაც აი დღევანდელ პირობებში ქართული ეკლესიის აღორძინების, სახელმწიფოებრიობის აღორძინების პირობებში უფრო ძალუმად გრძნობთ აი მათ დიდკაცობას, დიდქართველობას და დიდ ქრისტიანობას, როდესაც ჩვენ აი ხელშესახებად ვეხებით ჩვენ თანამედროვე ისტორიას და გრძნობთ რანი იყვნენ ისინი, როგორი ბუმბერაზები იყვნენ და ნუ ჩვენც მათ გზაზე მავალნი მოხარულად, ესე იგი ვიღებთ მათგან სწავლებას იმ კოორდინატთა და ღირებულებათა სისტემას, რაც მათ დაგვიტოვეს ღვთისშეწევნით და პირველ რიგში ეს არის ღვთისშვილობა, რომელიც არ მოკლებია საქართველოს, ის ლიტურგიკული მოღვაწეობა, რაც იყო ადრე, რაც არსებობს ახლაც და აი ხელშესახებ ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ამ ისტორიას რამდენადაც მოგეხსენებათ ეკლესია გახლავთ ცოცხალი ორგანიზმი და აი როგორც მოგახსენეთ ძალზედ ძალუმი არის ჩვენი აი მიმართება ჩვენს წინაპრებთან. მიუხედავად იმისა, რომ მწირი ცნობები გვაქვს შემონახული, მაინც აი ეს ტაძარი თავისი გრანდიოზულობით, თავისი მონუმენტური ფერწერით, ხატებით გვაქვს. კიდევაც მამაო, როგორც ხედავ, წიგნი გვაქვს ხო? კი ბატონო. ევაჩვენებ ჩვენს მაყურებელს მამაო თქვენის ნებართვით. კი ბატონო. ხაი. ეს ფოტოებია. თვითონ პრობლემაც საუკუნეებს გაუძლეს. საუკუნეებს წვიმას, წყალს, ცეცხლს სამწუხაროდ შიგნით
ცეცხლსაც ანთებდნენ. ამო გარედან რეაბილიტაცია არ დასჭირდა დაცავს. გარედან ჩატარებული აქვს რეაბილიტაცია, ჩვენს რესტავრაციაც ჩვენს პერიოდში ჩატარდა. შიგნითაც ჩატარდა, ფრესკები გაიწმინდა, გამაგრდა. და ეს ფრესკები წერა სხვათა შორის ფერები. კი ეს საკურთხევლის აფსიდი გახლავთ და ძალიან ლამაზია. და გამორჩეული რაც ყველაზე მთავარი როგორც საუკუნეებს ახლდა ესეთი როგორც იმ საუკუნეებს განსაკუთრებული სიმყარე თან ზრდევდა ყველაფერში. მორალში, ზნეობაში, სულიერებაში, აი ეს ტაძარიც არის სახე აი ამ ჩვენი წინაპლის. კი ბატონო, ასევე ჩართოთ კანტონი მარინა ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული და როცა ჩვენთან მობრძანებული იყავით, ჩვენ ვამბობდით რა უნდა გაკეთებულიყო. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ რა გაკეთდა და ეს ძალიან საინტერესოა. კი, დაგეგმილი გვაქვს, მე მაშინ ვთქვი რომ ამ ეროვნულთან ერთად ვაპირებდით ამის ყველაფერს დაგეგმვას, ჩამოყალიბებას, ანუ ბოლომდე რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ. შეიძლება გზადაგზა კიდევ რაღაც იდეები დაიბადოს და ანუ ჩავამატოთ, მაგრამ ძირითადად ღონისძიება იქნება სამდღიანი. ამ ღონისძიებას მოიცავს ღონისძიება არა მარტო ერთ ლოკალურ ადგილს დაუშვათ იმოთესუბანს, არა მთლიანად გვინდა რომ იქ წაღვერშიც ახლო მდებარე დაბა წაღვერი ბორჯომშიც რომ განხორციელდეს ეს ღონისძიებები, რომ მთლიანად ეპარქიის მრევლი იყოს ჩართული ამ ყველაფერში. ანუ პირველ დღეს მივიღებთ სტუმრებს, მეუფეებს, სასულიერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, მრევლს და შემდეგ ფოტოგამოფენა მოეწყობა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ძირითადად ტიმოთისუბნის მონასტრის ფოტოები იქნება წარმოდგენილი, ძველი და ახალი ტიმოთისუბანი და აგრეთვე შეგვიძლია ვნახოთ. თვალყური თქვენ განაგრძეთ საუბარი. დიახ, ეს ფოტოები ძირითადი ამ ფოტოების ძირითადი ნაწილი არის გადაღებული ბორჯომელი ისტორიკოსი მკვლევარის ბაკურ გელაშვილის მიერ, მას ბევრი კარგი ფოტო აქვს. ეს ფოტოები იქნება აგრეთვე სხვა ძალიან კარგი ეკლესიები და მონასტრებია ბორჯომის ეპარქიაში. ამ მონასტრების ფოტოებიც იქნება აუცილებლად წარმოდგენილი. მთლიანად, დიახ. აგრეთვე ეს გამოფენა შემდგომ მეორე და მესამე დღეს უკვე იქნება თვითონ მონასტრის ტერიტორიაზე უკვე წარმოდგენილი. მეორე დღეს იგეგმება კონფერენცია ისევ და ისევ ტიმოთისუბნის თემაზე, იქნება 6-7 მომხსენებელი იქ საკონფერენციო დარბაზში და ამ დღეს დაჯილდოვდებიან ის მოწაფეები, რომლებიც მანამდე დაწერენ თემებს, სათაურის ჩვენი დედა ისტორია, არა მარტო თემებს, ეს სკოლებში ვაპირებთ ამ ჩატარებას, ასე ვთქვათ, კონკურსის, თემატური ნახატები იქნება, მივცემთ საშუალებას. მთლიანად ვინც ჩაერთვება, ვისაც სურვილი ექნება მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლებიდან, ყველა ჩაერთვება, შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს სურვილი, რომ ლექსი დაწეროს, ან ხელნაკეთი ნივთი, რა თქმა უნდა, თემატური, შეიძლება იყოს ნახატი და აი ამ ყველაფრის გამოფენას შემდგომში გადაირჩევა საუკეთესოები და გამოფენას და დაჯილდოებას მოახდენთ კონფერენციის დღეს. კონფერენციის შემდეგ იმავე დღეს ვგეგმავთ ჩვენ ყავდა წინა სტუმრობისას ზეშინა ანსამბლი, გოგონათა ანსამბლი, ყავს აგრეთვე ისევ გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ნენანა, ვაჟთა ანსამბლი ბორჯომი და აი მათი მცირე კონცერტი იქნება მათი მონაწილეობით კონფერენციის შემდეგ საგალობლებით და ხალხური სიმღერები. ხოლო მესამე დასკვნით დღეს უკვე საზეიმო წირვის შემდეგ გეგმავთ იქ სპორტულ შეჯიბრებებს, მაგალითად ჭიდაობას, ისე როგორც შეეფერება ნახევზე ზურნა დუდუკით და ჯილდო იქნება აუცილებლად, როგორც თქვით, ცხვარია მე მგონი ხო მამა და ტრადიციულად. მამა მინდა თავისუფალი იქნება, ხო? დასწრება ეს იქნება, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება სახალხო ზეიმი. იქ ყველა შეიძლება დასწრება, იქ წარმოდგენილი იქნება გამოფენა გაყიდვა
ფერდოები, ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივების, რა თქმა უნდა, და ვისაც სურვილი ექნება, ჩამოგზანდებიან და თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ და მთლიანი ეპარქიის ნიჭიერი ადამიანები ყველაფერი ერთად იქნება წარმოდგენილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ გვისრულდება წელს ეპარქიის დაარსებიდან 20 წლის დავი. და ეს იქნება გარკვეულწილად ჩვენი ანგარიშის ჩაბარება უფალთან, ჩვენს პატრიარქთან. ჩვენ ტიმოცუბანი როგორც მოგახსენეთ საქართველოს ოქროს ხანის ძეგლია და ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით რომ ჩვენ გვაქვს დღეს ალბათ ვერცხლის ხანა, აღორძინების ხანა განსაკუთრებული, რომელსაც ალბათ ილია მეორის ხანა დაერქმევა და თვითონ ჩვენს პატრიარქს უთქვავს რომ ასეთი ტაძართმშენებლობა მოქცევა ერისა საუკუნეები არ ყოფილა. და ეს ერთგვარი ჩვენი გადაძახილი იქნება იმ საუკუნესთან და ჩვენი ანგარიშგება ერის ეკლესიისა და ღვთისა და პატრიარქის წინაშე. მამა ასევე მინდა კითხო ქალტო მარინამ თქვა, როდესაც აქ სკოლის მოსწავლეები ერთვებიან აი ამ ღონისძიებაში. თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც სკოლის მოსწავლეები ერთვებიან, ან მომავალი თაობა, ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ბედი და ესე იგი საჭე უნდა ჩაიბარონ, თქვა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ისინი უახლოვდებიან აი ამ საუკუნეების წინ საქართველოს ოქროს ხანაში აშენებულ ტაძარს და მის შესახებ იტყობენ სხვა ინფორმაციას და იმსჭვალებიან მის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულითა და აი ამის მნიშვნელობა არის ძალიან საინტერესო თქვენი შეფასება მამა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ მომავალი თაობებისთვის, ხო? რომ ეს ესტაფეტა გადავჭრათ ჩვენ მომავალ თაობას და მე ვსაუბრობდი იმ ღირებულებათა კოორდინატთა სისტემაზე, რომელიც ჩვენ წინაპრებისაგან მივიღეთ. რაც უნდა გადავცეთ და ვასწავლოთ მომავალ თაობას. ახლა მე მოძღვარი გახლავართ და შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, მომავალ თაობასთან და გარკვეულწილად ჩვენი ეპოქა ხასიათდება ზნეობრივი რელატივიზმით, რომელიც ძალიან არყევს ადამიანთა სულიერებას. და ყველა ადამიანი გარკვეულწილად ეძებს ბედნიერებას და ამ რელატივიზმის ფონზე ვერ პოულობს ამას. თუ ჩვენ არ ვასწავლთ ის სიმყარეები, რაც აქვს ეკლესიას და რაც ღვთივდადგენილია, იმიტომ რომ ადამიანს კანონი გადაღირებულება არა მარტო გარედან ეძლევა, არამედ შიგნიდანაც არის ღვთისხატება და მსგავსება და გარეგანი ცხოვრების წესი, გარეგანი რჯული შინაგანს თუ არ ეთანადება, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება. ამიტომ ეს პრობლემატური თემაა და აი ბავშვებს თავიდანვე ვასწავლით, რომ აი ამ რელატივიზმის ფონზე არ გაცვდნენ, არის იცით 1000 შეცდომა, 1000 განსაცდელი, იმიტომ რომ მე ძალიან რთულად ხდება ხოლმე სწორგზაზე დაბრუნება. ამიტომ ჯობია რომ პატარები თავიდანვე გავზარდოთ, სწორგზაზე დავაყენოთ, სწორი მიმართულება მივცეთ და მე იმედი მაქვს ასეთ შემთხვევაში ჩვენზე წინასწავლენ და ჩვენზე უკეთესებიც იქნებიან. აი ჩვენს წინათაობას, მამების თაობას მიეცა ზნეობრივი სიმყარე, ხო, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმის პერიოდში ცხოვრობდნენ. ჩვენ და სამწუხაროდ აი ახალ თაობას მიეცა რჯული, სარწმუნოებრივი თავისუფლება, მაგრამ აი ზნეობრივი ძალიან შეირყა. ამაზე მოქმედებს 1000 გარე ფაქტორი, ხო? ჩვენ ხშირად ამბობენ თქვა დასავლეთის მომენტებს, ხო, იქ რაღაცა კანონის დონეზე არის რაღაცა მანკიერებები, მაგრამ ეს ყველა მხრიდან არის, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ყველა მხრიდან მოქმედებს, ხო? სამხრეთიდან იყოს მაჭამა დიდად შესარგი, ჩრდილოეთიდან იცით რომ აი იყო რაღაც მანკიერება, მაგალითად ქურდი კანონიერი უკვე, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში, ხო და ხშირად ჩვენ გვაქვს იმუნიტეტი დასავლეთის მიმართ და ჩრდილოეთის მიმართ იმუნიტეტი აღარ აქვს, ხო? დაკარგული გვაქვს. ამიტომ ეს იმუნიტეტიც უნდა გავაძლიეროთ ჩვენს მომავალ თაობებში, რომ ყველანაირ შემოტევას, სულიერს, ვთქვათ, იქ ეროვნული რაღაცა ის ხდება ღირებულებების დევალვაციის მცდელობა მავანთა მიერ, რომ გავაძლიეროთ ეს ყველაფერი, რომ ღირსეული თაობა დავტოვოთ ჩვენ შემდეგ, თორემ მე ვიღაცა ხო უნდა დარჩეს ჩვენი შთამომავალი, რომელიც იტყვის, რომ აი ჩვენ ასეთი წინაპარი ყავდა და ჩვენ იმათი შთამომავლნი ვართ. რა თქმა უნდა, მამა. აი ესეთი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას და სულიად ეპარქია, არა მარტო ეპარქიისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თითეული ძეგლი, რომელიც ჩვენს წინაპარს, ჩვენს ისტორიას და იმ გზას კიდევ ერთხელ გვახსენებს, რასაც ჩვენი წინაპარი გადიოდა რთულ გზას, ეს არის ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ კარგად მოგვეხსენება რა ხდებოდა რა და დღესაც არ გვაქვს ახალბიელო მდგომარეობა მანდა მაინც ვერ დავიკვეხნით და ვერ დავიტრაბა. ბრძოლაში ვართ ყოველთვის. მებრძოლი ეკლესია.
თანასწორი მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი ეპარქია, როგორც წეგან თქვი, ეპარქიის ნიჭიერი ადამიანები არიან წარმოდგენილები და ბავშვებისთვის ეს არის მაგალითი, რომ თავადაც გააკეთონ უფრო მეტი შემდგომში, იმიტომ რომ ექნებათ ამის საშუალება, რომ წარმოაჩინონ უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი ნიჭიერებად. ამისათვის ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინამ, ამაოდ კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით ჩვენი სტუმრები იყავით, ძალიან გაგვახარეთ ნამდვილად და კვლავ გელოდებით ესეთი სასხელო ამბებით, როგორითაც აი დღეს და სულ ყოველთვის გვახარებთ ხოლმე. თქვენ გელოდებით აი ამ ღონისძიებების პერიოდში ჩვენთან მობრძანდით, ერთად გაუძღვეთ ამ საკითხს, გადავიღოთ და ერთად გავიხართ. დიდი სიამოვნებაა. ერთად აღნიშნოთ ეს დღესაც 13 აგვისტოს. ბატონო 11, 12 და 13 აგვისტოს. უშუალოდ მარხვის ღვთისმშობლის მიძინების მარხვის წინა პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთად დაგლოცოთ და გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ჩვენი განაცემა გრძელდება. შუა დღეს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ტელეკომპანია ერთსულოვნება აგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენ რამდენიმე წუთში კი ამბობს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ. პროექტის სახელწოდება განათლება გამოგარჩევს, მისი წარდგინება ხვალ გაიმართება. თუ რას მოიცავს აღნიშნული პროექტი, ამაზე ავტორები უფრო კონკრეტულად გვეტყვიან. ძალიან საინტერესო პროექტია, მინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ემსახურება ეროვნული თვითშეგნების კიდევ უფრო გაღრმავებას და იმ საზოგადოების ჩართულობას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ასე რომ მართლა ძალიან საინტერესო საუბარი გველის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადართოთ.